გამარჯობთ, ამ ვიდეო გაკვეთილში გადავდივართ Option ჩანართის ქვეჩანარზე LibreOffice Writer-ი. პირველი მას გააჩნია General-ი, რომელსაც აქვს ბრძანება ბმულების განახლება ჩატვირთვის დროს. როგორც ხედავთ, მას გააჩნია კიდე სამი რეჟიმი. პირველი არის ყოველთვის, შემდეგი მხოლოდ მოთხოვნისთვის და მესამე არასდროს. Automatically update, ანუ ავტომატური განახლება ველებზე და ფიგურებზე. შემდეგი Generals მოსდევს View, რამოდენიმე კატეგორიას, სადაც შეგვიძლია გარკვეული ბრძანებების ჩართვა ან გამორთვა. განიხილოთ Display ობიექტების გამოჩენა, ცხრილების გამოჩენა, კომენტარების გამოჩენა და ასე შემდეგ. View ჰორიზონტალური და ვერტიკალური scroll bar-ი, სახაზავი, რომელიც თავის მხრივ იყოფა ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ სახაზავებად. შემდეგი ჩანართი ეს არის Formatting Aids. Display of ჩანართი, პარაგრაფის დასასრული, მომხმარებლის მიერ დასმული ტირეები, გამოტოვებული ადგილები, ტაბები, დამალული ტექსტი და ასე შემდეგ. Layout Assistance მათემატიკური საბაზისო ფორმატირება, Direct Cursor, კურსორის გასწორება. Formatting Aids მოსდევს შემდეგ Grid, ანუ ბადე. Visible Grid, ანუ ხილვადი იყოს თუ არა ჩვენი ბადე. და დაშორებადობა ბადის უჯრებს შორის, განსაზღვრავთ აქედან. Basic Fonts, სტანდარტული ფონტები. აქ შეგვიძლია განსაზღვროთ ტექსტის სხვადასხვა ტიპის ფონტები. შემდეგ მან, როგორც ხედავთ, ეს default, ანუ default-ად რაც აქვს გადაცემული ფონტის ტიპი და ასე შემდეგ. შემდეგ მას მოსდევს Print, ანუ ამობეჭდვის დროს რას მიაქციოს ყურადღება და რას არა. ანუ როგორც ხედავთ, აქ გვაქვს contents, pages, comments, ანუ ყველაფერს, ანუ რაც არის მონიშნული, ისინი არის აქტუალური ფანჯრები. შემდეგ მას მოსდევს table, ანუ ცხრილები. ამ ქვეჩანართში შეგვიძლია ცხრილების პარამეტრების განსაზღვრა. ჩვენ ადრეც გვაქვს განხილული ცხრილები და იქაც როგორც შეგვიძლია გავსაზღვროთ სვეტების და სტრიქონების რაოდენობა, ისევე შეგვიძლია აქ და ასევე მსგავსი თვისებებიც გააჩნია ამ ბრძანებას. შემდეგი არის Change. ამ ქვეჩანართში შეგვიძლია შევიტანოთ ცვლილებები, მაგალითად ტექსტის ფონტები ვცვალოთ და ასე შემდეგ. ისევე როგორც შეგვიძლია ფერი, აი აქ შევხედავთ, შეგვიძლია დავაყენოთ ნაცრისფერი და ასე შემდეგ. შემდეგ მას მოსდევს Comparison, ანუ შედარება. ეს ქვეჩანართი დოკუმენტებს ადარებს ავტომატურ რეჟიმში ან სიტყვებით, ან სიმბოლოებით. აი როგორც ხედავთ, შემდეგ არის Compatibility, ეს არის პარამეტრების განსაზღვრა, როდესაც ვქმნით ახალ დოკუმენტს. მას მოსდევს Auto Caption, სათაურის დამატება ავტომატურად. და შემდეგი არის Mail Merge Email, ანუ მეილის გარდაქმნა იმეილად. ამ ვიდეო გაკვეთილში საკმარისია, ხოლო შემდეგ ჩანართებს და ბრძანებებს განვიხილავთ სხვა ვიდეო გაკვეთილებში.